მე რო ერთი წუთი მქონდეს, რას ვიტყოდი, ხო? ბენჯი, ერთი წუთი რო გქონდეს, რას ვიტყოდით? ვილაპარაკებდით ერთგულებაზე, რომელიც ამათმა ზუსტად იციან, ჩვენ არ ვიცით. მე რო ერთი წუთი მქონდეს, შეიძლება ჩემ დაზე ვილაპარაკო? მე რო ერთი წუთი მქონდეს, ვილაპარაკებდი ჩემს დაზე. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ძალიან კეთილია, სადა, ძალიან ერთგულია და მინდა რომ თქვენც ყველა მიცოდეთ. ერთი წუთი რომ მქონდეს, მარტო ერთი წუთი ვილაპარაკებდი თანადგომაზე, თანაგრძნობაზე, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩემ ერთ წუთს უთმობ იმ ხალხს, ვისაც ძალიან უჭირს. მე ჩემს ერთ წუთს დაუთმობ მათ, ვინც არ ჩანს და ვისაც გულით აქვს რაღაც სათქმელი. შენ გაქვს ერთი წუთი იმისთვის რომ თქვა ის რის თქმაც გინდა ერთი წუთი დიდი დრო. თქვენ გაქვთ ერთი წუთი. ილაპარაკეთ თქვენ დებზე, თქვენ ძმებზე, ვიზეც და რაზეც გინდათ იმაზე ილაპარაკეთ. თქვენ გაქვთ ერთი წუთი და ილაპარაკეთ. მე მინდა ეს ერთი წუთი გამოვიყენო და ჩემი გულის ტკივილის შესახებ მოგახსენოთ. შატილში სკოლა გავხსენით 91 წელში. თავიდან 40 ბავშვი გვყავდა, მაგრამ დღეს 13 ბავშვი გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თის აი ესეთი სოფლები თანდათან იცლება. ასეთ ადგილებში აღარ ჩერდება ახალგაზრდობა, უნდა ვარში ცხოვრება. ეს თავისთავად გასაგებია, მაგრამ აქაც ხო ვიღაც უნდა ცხოვრობდეს, ეს ხო საქართველოს მიწაა. როცა მოდიან და მეკითხებიან, აი აქ როგორ ძლევთო, როგორ ცხოვრობთო, ზამთარს როგორ ატარებთო. მე ვეუბნები, რომ საქართველოს მიწაა და ვიღაც უნდა ცხოვრობდეს. ვიღაცამ ხო აქაც უნდა იცხოვროს მეთქი. ეხლა შატილში სინათლეც გვაქვს, მართალია უკეთესი პირობებია, მაგრამ აი იქით სოფლებში ხალხი ისე ცხოვრობს, როგორც შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ. არც სინათლე აქვს, არც გზები აქვს და ცხადია, ასეთი სოფლები დაცარიელდება. მე რა მინდა ვისურვო, მინდა რომ ისეთი ღონისძიება გატარდეს, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ ან არ წავიდნენ აქედან.